ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში 11 აპრილი ესკალაციის დღეა. ვაშინგტონის მიერ დაწესებული უპრეცედენტო ტარიფების შემდეგ პეკინმაც არ დააყოვნა. ამერიკულ პროდუქციაზე 84%-იანი ტარიფი 125%-მდე გაზარდა. ამაზე შორს წასვლას არ ვაპირებთ, ამბობენ ჩინეთში, თუმცა იმავეს ამბობდნენ შტატებშიც, ვიდრე ჩინურ პროდუქციაზე 10 აპრილს 155%-მდე ტარიფი არ დაწესდა. ჩინეთმა და ევროპამ უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები. ერთობლივად დაიცვან ეკონომიკური გლობალიზაციის ტრენდი, საერთაშორისო სავაჭრო გარემო. ასევე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა დაშინებისკენ მიმართულ ცალმხრივ ქმედებებს. მე ახლახან ბრაზილიის პრეზიდენტ ლულასთან და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ რამაფოსასთან ერთად თანაავტორობა გავუწიე სტატიას, რომელიც მულტილატერალიზმის მხარდაჭერისკენაა მიმართული, რათა დავიცვათ კაცობრიობის საერთო სიკეთე, წინააღმდეგობა გავუწიოთ იზოლაციონიზმს, ცალმხრივობასა და განცალკებებას. ნახოთ რა იქნება ჩინეთის შემთხვევაში. ჩვენ ვისურვებდით გარიგებას. ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და ეს დიდი ხანია გრძელდება. ისინი სხვებზე მეტად გვძარცვავდნენ. როგორ უშვებდნენ ამას ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ადგილას აქ ისხდნენ, უბრალოდ დაუჯერებელია. ჩვენ მაგიდა გადავალაგეთ და რწმუნებული ვარ ერთმანეთს გავუგებთ. დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ სის. ის ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერს ორივე ქვეყნისთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. ამის იმედი მაქვს. And I'm sure that we'll be able to get along very well.